თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. კომბლე ისეთი მოძალადე ყოფილა, ხაინდრავა ფილმს იღებს მაღაზეო. აბა ვინმე შემეცილოს თავის ჩავსხე კომბალს ყველას. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ ქართული ზღაპრები და მულტფილმები შესაძლებელია. ჯეჯელავამ ერთ-ერთ რადიო გადაცემაში სტუმრობისას განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მათ შორის ყურადღება ქართულ მულტფილმებსა და ზღაპრებზე გაამახვილა. მინისტრის თქმით, არა გვაქვს ახალი ქართული მულტფილმები, ძველი კი საბჭოთა ნაწარმია. ჯეჯელავა განსაკუთრებით ვერ იტანს კომბლეს. კომბლესთან მაქვს ორი პრეტენზია. ის მოძალადეა და ცუდი მეცხვარე. ცუდი მეცხვარე რომ არის, იქედან ჩანს, რომ ორი ცხვარი ყავს. მაგრამ მეცხვარეს რატომ უნდა ჰყავდეს ორი ცხვარი? თუ დაუფიქრდებით, ის ცუდი მეცხვარია, რადგან ის ცხრების მოვლით კი არ არის დაკავებული, ზის და კომბლებს თლის. კომბლი არა მარტო მენეჯმენტში მოიკოჭლებს, ის მოძალადეც არის. ყველას კომბლის თავში ჩაცხებით ემუქრება. გარდა ამისა, ის არ იცავს უდანაშაულობის პრეზუმპციას, როგორც კი ცხრები დაკარგა, ეგრევე დაადანაშაულა მგელი. ვიდრე მინისტრი მსგავს მარგალიტებს გადმოარქვევს, ჩვენის მხრივ დასაფიქრებელია თუ რასთან გვაქვს საქმე. განათლების მინისტრის ბავშვობის კომპლექსებთან, გადაპრანჭულ ალყიობასთან, ყველაფრის გაკრიტიკების დაუოკებელ წყვილთან თუ სამივესთან ერთად რაზეც ზემოთ ჩამოთვალე. ჩვენის მხრივ გვინდა შევეშველოთ მთავრობის წევრს და უფრო დავუმძიმოთ კომბლეს დანაშაული. დავიწყოთ იმით, კომბლეს ჰქონდა თუ არა ტაბელური კომბლის ტარების უფლება, ან საერთოდ ჰქონდა თუ არა კომბლის თლის ლიცენზია. ბოლოს და ბოლოს ხომ არ არის მეცხვარეობა და კომბლის ბიზნესი ერთად ინტერესთა კონფლიქტი. აქვე მაინტერესებს კომბლეს კონკრეტულად რომელ ვარიანტს გულისხმობს მინისტრი, მულტფილმს თუ ზღაპარს. ეს შეკითხვა აუცილებლად უნდა დავსვა, რადგან იგი ვერც მულტფილმს იტანს და ვერც ზღაპარს. მოგეხსენებათ, მულტფილმში კომბლეს ძროხა ჰყავს. წაიყვანეთ ჩემიჭრელა. აქედან გამომდინარე, მეცხვარეობას რა პონჩი უწუნებს მინისტრი კომბლეს გაურკვეველია. მით უფრო ჭრელას მას ძალადობრივი გზით ბატონი ართმევს. აქვე გვაქვს კითხვა, რატომ კომბლე და არა მაგალითად ასფურცელა, რომელიც მაზოხიზმის ნათელი მაგალითია. იხილეთ ფასკუნძზე ფრენის ეპიზოდი, როდესაც ასფურცელამ შიმშილის გზნობა მაზოხისტური გზით დაიკმაყოფილა. ან სულაც ჩიტიჩიორა, რომელსაც დედობა უნდა ჩამოერთვას. გაეცეს კითხვებს პასუხი და დაერქვას ყველაფერს თავის სახელი. ასფურცელა მაზოხისტი, ჩიტიჩიორა დედობა ჩამოსართმევი, კომბლე დაბალი დონის მენეჯერი, ციქარა სისტემის მსხვერპლი, ნაცარქეკია თაღლითი, სხვისი ქონების თაღლითური გზით მიმტაცებელი, წყილ და ჭიანჭველა მკვლელები. გავიხსენოთ, წყილს სავარაუდოდ უნდა ჭიანჭველას დახჭობა, კონკრეტული ინტერესი რომ არ ქონოდა, გეგმას სისრულეში მოიყვანდა, საეჭვოთა დიდხანს გაწელა სამაშველო ოპერაცია. სიზმარა, ეს ხომ საერთოდ საზოგადოების დეგრადაციის მაგალითია. ცისკარა, ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის გარიგების მსხვერპლი. მუჭანახევარა მერყევი კონფორმიზმისა და უპრინციპო კოლაბორაციონიზმის საუკეთესო მაგალითი. ყოველი აქედან გამომდინარე, დიახ, უნდა შევაძულოთ ქართველ ბავშვებს ქართული ზღაპრები, მაგრამ რა გვეშველება ჩვენ? ჩემს ზედა და გნებავთ ჩემს ქვედა თაობებს. ან სულაც მამა ჩემის თაობებს. ჩვენ ხომ კომბლე ძალიან გვიყვარდა. როგორ დავივიწყოთ, როგორ შევიძულოთ ის? აქაც მაქვს გამოსავალი. გავაგდოთ ხმა, თითქოს კომბლე გეია, ან სულაც დედა ყავდა სომეხი. ასე თუ შეგვაძულებთ კომბლეს, სხვანაირად შედეგი არ გვექნება. და ბოლოს, როცა მორჩებით ზღაპრების და მითების შეძულებას, დროად გადავეწყოთ ჩვენს ჰაგიოგრაფიულ ძეგლებზე, ან სულაც შოთა რუსთაველის გენიალურ ვეფხისტყაოსანზე. აბა რა დღის ის, რომ ფატმანი ბოზი იყო? არ დამიწყოთ ახლა ბოზი ძველ ქართულად ლამაზიაო. ან თუნდაც განზრახ მკვლელი ნესტან დარეჯანი, წადი იგისიძე მოჰკალ, ვანო მერაბეშვილივით ორი გვამი მჭირდებაო რომ იძახის. ან სულაც ავთანდილი, რომელსაც აღურიცხავი საქონელი აქვს და საგადასახადოს გვერდის ავლით აზრელებს ბიუჯეტს, მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვის განაწონები. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს რადიო ძველი ქალაქის ეთერში ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.